23-მდე გაიზარდა კიევში მსხვერპლის რაოდენობა გუშინ რუსი ოკუპანტების მიერ მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა შორის 4 არასრულწლოვანია. გასულ ღამესაც პუტინის არმიამ უკრაინის მიმართულებით 70-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. მათი დიდი ნაწილი განეიტრალებულია. თავდასხმის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი გუშინ 5 ევროპული ქვეყნის ლიდერს შეხვდა. დისტანციურ შეხვედრაზე უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები განიხილეს. ზურა პეტროსიანი შემოგვიერთდება ვრცლად თემის შესახებ. გუშინდელი საზარელი თავდასხმის შედეგად მსხვერპლის რაოდენობა გაზრდილია 23-მდე და ამის შესახებ იუწყებიან ოფიციალური სტრუქტურები. გარდა ამისა, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა გაწმენდითი სამუშაოები და ნანგრევების მოშორება ტერიტორიიდან. დღეს დილითაც ეს განახლა და ვარაუდობენ, რომ შესაძლოა ნანგრევებში კიდევ იყვნენ ადამიანები. საერთო ჯამში 200-ზე მეტი შენობა არის დაზიანებული. გუშინდელი სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურებული არის 20-მდე რაიონში ეს შენობები, მათ შორის, როგორც ვიცით, იყო თავდასხმა მიტანილი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლობაზე. სწორედ ეს იყო დღეს მსჯელობის მთავარი თემა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც ის დისტანციურ ფორმატში შეხვდა ევროპის ლიდერებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ საზარელ თავდასხმაზე ესაუბრა ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და დანიის ლიდერებს. რა თქმა უნდა, მთავარი საკითხი იყო უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც უნდა მიიღოს უკრაინამ და კიდევ ერთხელ აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, რომ უკვე მომდევნო კვირას იქნება მზად ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც წესით და რიგით უნდა იყოს მისაღები ყველა მხარისთვის, თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსკოვი დიპლომატიის ნაცვლად ისევ დაბომბვებს ირჩევს და მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობას, შესაძლოა რომ ის არ დათანხმდეს. სწორედ ასეთი იყო მსჯელობა გუშინ ამ შეხვედრაზე. გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის, რომ მყარი გარანტიების საფუძველი იყოს არა რომელიმე სხვა ქვეყანა, არამედ თავად ძლიერი უკრაინული არმია და ამაზე უნდა იმუშაონ პარტნიორებმა უკრაინასთან ერთად და ასევე ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ უკრაინის გარანტიებში, უსაფრთხოების გარანტიებში იქნება ჩართული შეერთებული შტატები. ეს არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ვინაიდან შეერთებული შტატების გარანტიები იქნება ის, რასაც შეუძლია ამ მძიმე და ტრაგიკული ომის შეჩერება. როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, გვჭირდება მკაფიო პასუხები, ვინ დაგვეხმარება თავის დაცვაში ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. თუ რუსეთი კვლავ თავს დაგვესხმება. რუსეთმა უარი თქვა მკვლელობების შეჩერებაზე, მათ პრეზიდენტ ტრამპსაც კი უთხრეს არა. ვხედავთ უარყოფით სიგნალებს რუსეთიდან ლიდერების დონეზე, შესაძლოა სამითან დაკავშირებით. გულწრფელად რომ ვთქვათ, გვჯერა რომ პუტინი ამ დრომდე მხოლოდ ამ ომის გაგრძელებით არის დაინტერესებული. პრეზიდენტ ტრამპთან შევთანხმდით, რომ ამერიკა უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი იქნება. ეს კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ევროპელებმა უნდა უხელმძღვანელონ ამ პროცესს, მაგრამ ამერიკამ მზადაა შემოგვიერთდეს და დახმარება გაგვიწიოს მის კოორდინაციაში. პარალელურად, როგორც ვთქვით, გრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკებები და ჩარჩო დოკუმენტზე მუშაობა ატლანტიკის ორივე მხარეს და მათ შორის კოორდინაცია ჰქონდათ გუშინ შეერთებულ შტატებსა და ევროპის ლიდერებს. გამოცემა პოლიტიკო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილებოდა მათ შორის გუშინ უკრაინისთვის 40 კილომეტრიანი ბუფერული ზონის შექმნა და შესაძლოა ეს კიდევ ერთი დამატებითი პუნქტი იყოს აი ამ დოკუმენტში, რაც შეეხება ზოგადად შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის პოზიციას. გუშინდელი დაბომბვების შემდეგ თეთრი სახლი იმედგაცრუებულია და ამის შესახებ გამოცემა ატლანტიქსი წერს სამ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გამოცემის თანახმად შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს ომის დასრულება ნებისმიერ ფასად, ეს არის ციტატა ამ სტატიიდან და მათ შორის თეთრ სახლში მიიჩნევენ, რომ უკრაინას შესაძლოა მოუწიოს დათანხმება გარკვეული ტერიტორიების დათმობაზე, სხვა და წინააღმდეგ შემთხვევაში ომის დასრულება ვერ მიიღწევა. ეს არის ის, რასაც ეს გამოცემა წერს. ის, რომ დონალდ ტრამპი გუშინდელი დღის შემდეგ განსაკუთრებით იმედგაცრუებულია და აღინიშნება, რომ არა მხოლოდ რუსეთით, არამედ უკრაინის მხარითაც ეს თეთრი სახლის ბრიფინგზეც გამოჩნდა, როგორც თეთრ სახლში ამბობენ, დამატებით კომენტარებს უახლოეს დღეებში გააკეთებს დონალდ ტრამპი, მაშინ როდესაც პუტინისთვის მისცემული ორკვირიანი ვადაც ამოიწურება. სურს თუ არა პუტინს ზელენსკისთან შეხვედრა, ამაზე თავის მოსაზრება აქვს მათ შორის ფრიდრიხ მერცაც, გერმანიის კანცლერს. ის ამბობს, რომ დიდი ალბათობით ეს შეხვედრა ვერ შედგება, ვინაიდან განსაკუთრებით გუშინდელი დაბომბვების შემდეგ ცხადი არის, რომ პუტინს არანაირად არ სურს აი ამ სისხლისღვრელი კონფლიქტის დასრულება.
ვიცი-პრეზიდენტი რას ფიქრობს? ვინაიდან ამაზე ვესაუბრე. ის ბედნიერი არ იყო ამ ამბით, მაგრამ გაკვირვებულიც არ იყო. ეს ორი ქვეყანაა, რომელიც დიდი ხანია ერთმანეთთან ომში. რუსეთმა ეს თავდასხმა განახორციელა კიევზე და უკრაინამ აგრეთვე ცოტა ხნის წინ დარტყმა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მათ ფაქტობრივად რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი შესაძლებლობების 20% გაანადგურეს თავისი დარტყმებით აგვისტოს განმავლობაში. ასე რომ პრეზიდენტი აგრძელებს იმაზე ყურადღებით დაკვირვებას და ეს მკვლელობები სამწუხაროდ გაგრძელდება მანამ, სანამ ომი მიმდინარეობს. შესაძლოა ამ ომის ორივე მხარე თავად არ არიან მზად ამ ომის დასრულებისთვის, მაგრამ პრეზიდენტს ამის დასრულება სურს და ამ ორი ქვეყნის პრეზიდენტებსაც ასევე უნდა სურდეთ ამის დასრულება. ფიქრობ, პრეზიდენტი ამ საკითხზე დამატებით განცხადებებს მოგვიანებით გააკეთებს. გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დროინთა და 31 რაკეტით. სამიზნეები, არა ჯარისკაცები და იარაღი, არამედ კიევის საცხოვრებელი სივრცეები. აფეთქებენ სამოქალაქო მატარებლებს, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მისიების ოფისებსა და უდანაშაულო სამოქალაქო პირებს. ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს. უკრაინის დედაქალაქ კიევზე გუშინ განხორციელებული თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი დასცინის ნებისმიერ სამშვიდობო მცდელობას. ამიტომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე და ეს არის ის, რასაც ისინი რეალურად ხვდებიან, ზეწოლა. ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შესაძლებლობების სფერო, სადაც მეტი უნდა გავაკეთოთ. მოველი, რომ წევრი სახელმწიფოები ამ შესაძლებლობების სფეროებში ლიდერობას აიღებენ. ამიტომ ჩვენ ძალიან კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ კონკრეტული პროექტების განსახორციელებლად. ასეთ უპრეცედენტო თავდასხმას უნდა ვუპასუხოთ. როგორც ჩანს, პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის შეხვედრა არ შედგება. პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპ შორის გასულ კვირას მიღწეული შეთანხმების მიუხედავად აშკარაა, რომ ეს არ მოხდება. კაია კალასის განცხადება, რომელიც თქვენ ახლა მოისმინეთ, დღეს გაკეთდა დილით მინისტრები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები კოპენჰაგენში იკრიბებიან არაფორმალური შეხვედრისას და დილითვე მათ თქვეს, რომ განხილვის მთავარი თემა იმ შიდა პრობლემებთან ერთად, რომელიც აქვს ევროკავშირს, იქნება რა თქმა უნდა გუშინელი თავდასხმა უკრაინაზე და გზები თუ როგორ შეიძლება ამ კონფლიქტის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტა, უბრალოდ კი როგორ შეიძლება აიძულო პუტინი, რომ ის დათანხმდეს აი ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხმებას. ბუნებრივია ჩვენ ველოდებით განცხადებებს, რომლებიც კოპენჰაგენიდან გაკეთდება.